თეთრი ტიპი სახოცი გამოაგდეს გამოუცდელი მოკრევის დასაცავად. მოკლედ ორივე ბრძოლა მოიგო მაჭუტაძემ და ნახოთ ეხლა მესამე ბრძოლაში რა მოხდება. ფინალი 80 კილოგრამამდე წონაში სამუელ კაზარიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ჭაბუკებში და ლუკა მაჭუტაძე ბათუმი ასევე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი 22 წლამდელებში. ამასთან ერთად მაჭუტაძე შავშანდელი ჩემპიონი არის 80 კილოგრამში, კაზარიანი გავიდა მესამე ადგილზე, იქნებ წინა ჩემპიონატზე, ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს ამ ბრძოლაზე. მე უკვე მოგიყევით. კარგი ბრძოლა იქნება. ნუ სიმაღლეში აქ უზიადესობა კაზარიანს, ასაკში მაჭუტაძეს, მაჭუტაძე ისეთი ინფაიტერია, კლასიკური, ახლო ბრძოლის მოყვარული და ისეთი აგრესიული შემტევი. კაზარიანი ალბათ ისეთი ორია საშუალო დისტანციაზე ამჯობინებს ბრძოლას, მეფერი ედუარდ მაგდანოვი. პირველი რაუნდი. წავიდა პირველ შეტევაში კაზარიანი და უკაცრავად მაჭუტაძე უჩევამჩნიეთ ისეთ მე მომჩვენა ხარში მიიღო ეს დარტყმა როგორც ჩანს მუცელში იყო მე როგორ დაინახეთ ვიცი მოხდა აი აჩვენებენ ახლა ოპა ეჩი და ხო მე მარცხენა მუცელში ვიზლი და მე გვერდით იყბაში მიიღო დარტყმა ვატონო მამუკა ღვიძლში დარტყმა უფრო მძიმეა ვიდრე ყბაში. აი ნახეთ უყურე აი დააღოლობაში. აი ეს უკვე ღვიძლიდან დაჯდა აი ეგ იყო ღვიძლიდან გათიშვა. ლუკა მაჭუტაძე გახდა ზედიზედ მეორედ საქართველოს ჩემპიონი 80 კილოგრამში. მესამე ბათუმელების მესამე ოქრო და პირველი კაცებში ახალქალაქმა დაასრულა კასპარეზოვმა მათი ანგარიში არის თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯა. ბათუმელებმაც დაასრულეს მათ ანგარიში არის 3 ოქრო აქედან 2 ქალებში, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ლუკა მაჭუტაძე შემდეგ სამუელ კაზარიანი ვერცხლის პრიზიორი, მესამე პრიზიორები გითხარით თორნიკე სულეიმანაშვილი, თბილისი და გიგი თირქია ხობი.